მაშინ, როდესაც სამშვიდობო მოლაპარაკებები წესით დასასრულისკენ უნდა მიდიოდეს, რუსეთი ტრადიციებს არ ღალატობს და ცდილობს სრულიად შემოატრიალოს სიტუაცია. სწორედ ასეთი რამ მოხდა გუშინ მოლაპარაკებების შემდეგ, როდესაც რუსეთმა დაადანაშაულა ოფიციალური კიევი პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმაში. ამის შემდეგ ვისმენთ ჩვენ ერთმანეთის მიყოლებით პუტინის გარემოცვის განცხადებებს, მაგალითად ლავროვი ბოლოს ამბობს, რომ კიევმა და დასავლეთმა უნდა აღიარონ ის ტერიტორიული რეალობა, რომელიც რუსეთის საზღვრების გაფართოების შემდეგ წარმოიშვა და სწორედ თავდასხმაში დადანაშაულების შემდეგ ცდილობს რუსეთი ახალი რეალობის შექმნას. არადა მოლაპარაკებების დაახლოებით 90% თითქმის არის უკვე დასრულებული, შეთანხმებაც ზელენსკის თქმითაც 90%-ზე არის მიღწეული, თუმცა შეუთანხმებელი რჩება მთავარი ტერიტორიული საკითხი და ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხები. ეს არის უკრაინისთვის წითელი ხაზი. ზელენსკი არ აპირებს, რომ რუსეთს დაუთმოს ოკუპირებული ტერიტორიები. შესაბამისად, მთავარ საკითხად რჩება სწორედ კვლავ ოკუპირებული ტერიტორიები, რაზეც რუსეთის ბოლო განცხადებებიდანაც ჩანს, რომ ისინი არ აპირებენ მოლაპარაკებაში შესვლას. ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ გავიდეთ ჩვენი ტერიტორიებიდან. ეს ჩვენს კანონს სცილდება. ეს მხოლოდ კანონს არ ეხება, იქ ხალხი ცხოვრობს, ჩვენი არმიაა. ამ ტერიტორიებზე დაახლოებით 300,000 ადამიანი ცხოვრობს, რომელთაგან ბევრი დაშავდა ბრძოლების შედეგად. ასობით ადამიანი დაიჭრა და ათობით დაიღუპა. ამიტომ არ შეიძლება ტერიტორიული საკითხის ფორმალურად ან წმინდა პოლიტიკურად განხილვა. როდესაც ვთქვი, რომ 90% გადაწყვეტილია, ეს სიმართლეა. არსებობს მხოლოდ ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც განსხვავებული შეხედულებები გვაქვს ტერიტორიები და ეს უთანხმოებები არა ამერიკელებთან, არამედ რუსებთანაა. ყველა სურს მშვიდობა, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად. ტერიტორიებზე უარის თქმის შესახებ რეფერენდუმი უკრაინისთვის დადებითი არ იქნება. ამ დროისთვის ვიცით, რომ უკრაინასა და ამერიკას შორის მოლაპარაკებების შემდეგ ახალი საუბარი შედგა ტრამპსა და პუტინს შორისაც. რა იყო ძირითადი საკითხები? ვიცით, რომ პუტინმა შეიძლება ითქვას, ტრამპის ყურადღება სწორედ მის რეზიდენციაზე თავდასხმის საკითხით მიიღო, რომ დრონებით თავდასხმა მოხდა და ეს არის ის საკითხი, რაც იმოქმედებდა უკვე მოლაპარაკებების შემდეგ ეტაპზე. ვნახეთ ტრამპის განცხადებას, რომ ის შოკირებული და აღშფოთებულია ამ თავდასხმით და ახლა ამერიკის შეერთებული შტატები უნდა გაერკვეს იმაში, მოხდა თუ არა რეალურად უკრაინის მხრიდან დრონებით თავდასხმა. რუსეთის მიერ გავრცელებულ ცნობებში ჩვენ ასევე ვკითხულობდით, თითქოს ტრამპმა უთხრა ვლადიმერ პუტინს, რომ კმაყოფილია, რომ ტომაჰავკის რაკეტები არ გადასცა უკრაინას და ეს იმ ფონზე, როდესაც კიევმა გამოიყენა შორი მოქმედების დრონები. ასევე განცხადებებიდან ვიგებთ, რომ პუტინმა უთხრა ტრამპს, რომ გადაიხედებოდა კვლავ პოზიციები, რომელიც აქამდე არსებობდა მოლაპარაკებებში. ეს გზავნილები ჟღერდება ძირითადად მოლაპარაკებებში ჩართული პირების მიერ. ამერიკის შეერთებული შტატები ზელენსკის ურჩევს, რომ არ ეცადოს ფრონტიდან შესვენების მოპოვებას. საუბრის შემდეგ ტრამპსა და პუტინს შორის რუსეთის განცხადება შემდეგია, რომ ეს იყო მეგობრული დიალოგი, თუმცა კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, სადამდე შეიძლება წავიდეს ეს პროცესი და რუსეთის გზავნილების ფონზე როგორ შეიძლება დასრულდეს მოლაპარაკება. თავდასხმის შესახებ დღეს დილით გავიგე. იცით ვინ მითხრა ამის შესახებ? პრეზიდენტმა პუტინმა. დილით ადრე მან მითხრა, რომ თავს დაესხნენ. ეს კარგი არ არის. არ დაგავიწყდეთ, თქვენ იცით, რომ ტომოჰავკები მე შევაჩერე. მე ეს არ მინდოდა. ეს დროის ძალიან დელიკატური პერიოდია. ახლა ამისთვის სწორი დრო არ არის. ერთია რომ შეტევაზე იყო, რადგან ისინი შეტევაზე არიან, თუმცა მის სახლზე იერიში სულ სხვაა. ახლა ამის გაკეთება სწორი არ არის და ამას ვერ გააკეთებ. ძალიან გაუბრასდი ამის გამო. ჩვენ გავარკვევთ. შეიძლება თავდასხმა საერთოდ არც მომხდარა. ალბათ ესეც შესაძლებელია. მაგრამ პრეზიდენტმა პუტინმა დღეს დილით მითხრა, რომ ეს მოხდა. Я хотел бы сказать, что это становится уже практикой, как только მინდა ვთქვა, რომ ეს უკვე ჩვეულებრივ პრაქტიკად იქცევა. როგორც კი მოლაპარაკების პროცესი გადაწყვეტის ძიების ასე დელიკატურ ფაზაში შედის, უკრაინის ხელისუფლება მშვიდობიანი მოგვარების პირობების ჩამოყალიბების თავიდან აცილების ლოგიკით პროვოკაციულ ნაბიჯებს დგამს. უფრო მეტიც, ეს ნაბიჯები ძალიან მკვეთრია და აშკარად მოლაპარაკების პროცესის ჩაშლას ისახავს მიზნად. როგორც წესი, ისინი თავიანთ დასავლელ კურატორებს
მცხოვრებთან ერთად მოქმედებენ. უპირველეს ყოვლისა, აქ აშკარაა ბრიტანული სტილი და რა თქმა უნდა, დღეს მომხდარი სერიოზული მცდელობაა მოლაპარაკების პროცესის ძირის გამოთვლისა და მშვიდობის მიღწევის კიდევ უფრო გართულებისა. ეჭვგარეშეა, რომ რუსეთის ფედერაცია სათანადოდ უპასუხებს ამ პროვოკაციას, მათ შორის მშვიდობის შესაძლო ფორმულის შესახებ ჩვენი პოზიციის ჩამოყალიბების კონტექსტში. ერთი წლის თავზეც ფაქტია, რომ ტრამპმა ომი ვერ დაასრულა, მოლაპარაკებები ისევ ჩიხშია შესული. ამის მთავარი დასტური არის ბოლო გზავნილები. რუსეთი ამბობს, რომ დასავლეთი და კიევი უნდა შეეგუონ ახალ რეალობას და აღიარონ ის ტერიტორიული რეალობა, რომელშიც ვართ და რუსეთის გაფართოება და კიევისთვის რჩება მთავარ წითელ ხაზად ტერიტორიები.